მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ აიბალი, თქვენ მყოფებით ჩემს სახზე და დღეს ჩვენ გადავიღებთ Minecraft-ი მოდების განხილვას. წინა ვიდეოც გავაკეთეთ ესეთი, მაგრამ ეს არის მეორე ნაწილი, იმიტომ რომ უფრო მეტი სუპერგმირი ყოფილა და მე ეს არ ვიცოდი. ამიტომ დავიწყოთ დღეს გვაქვს 6 სუპერგმირი ყავს დღესაც და კიდევ ერთი რაღაც არის, ასევე გვაქვს ბონუს ჩესტი და თუ გაინტერესებთ რა დევს ამ ბონუს ჩესტში, დარჩით ვიდეოს ბოლომდე რომ გაიგოთ. ძალიან მაგარი რაღაც არის. და ნუ პრინციპში მოდი დავიწყოთ. პირველი არის Fantastic Four-ი. ეს არის Reed Richards-ი. Reed Richards-ის ეს მაგრამ ერთი წუთი. Reed Richards-ის სუპერ ძალები ყველა მის რაც არის შეუძლია გაწელვა, აი ასე, ხელების გაწელვა შეუძლია. მეორე არის აი ეს, ასე შეუძლია აი ესე მაღლა და გაწელვა. ხო, და ესეთი რაღაცები ანუ როგორ თქვა, სხეულის დეფორმირება შეუძლია, მარტივად რო ვთქვა რა. ხო, შემდეგი მესამე სუპერძალა აქვს სპეშალი უკვე და აი ნახავთ მის სპეშალს. აი ესე ჰელიკოპტერივით ტრიალებს რა. გადავიდეთ შემდეგზე. ხოლო შემდეგი ჩვენი სუპერგმირი არის The Thing, ანუ რავი, Newty, ქართულად მე მგონი თუ არ ვცდები. აი ესეთი როჟა არის, ეს ერთი სუპერძალა აქვს, ეს ყველა ვიცით, იმიტომ რომ წინა ვიდეოშიც იყო ეს, ძალიან ამას გაიქნევს რა. ხო, ეს Wolverine-ის ის რატო აქვს, არ ვიცი, მაგრამ იყოს. ხო, გადავიდეთ შემდეგზე. ხო, გადავიდეთ შემდეგზე და ესე მაღლა ხტომა შეუძლია კიდე. მეტი არაფერი. Human Torch-ს გაჩვენებდით, მაგრამ წინა ვიდეოში გაჩვენეთ და არაფერი არ აქვს სპეშალის გარდა ის სპეშალიც წინა ვიდეოში გაჩვენეთ, ასე რომ აღარ გაჩვენებთ, დროს აღარ დავკარგავ და პირდაპირ შემდეგზე გადავალ. შემდეგი არის Invisible Girl-ი, ანუ უჩინარი გოგონა, როგორც ხედავთ, აი ესეთი. და რა აქვს მას სუპერძალებს? ნუ პირველი სუპერძალა ალბათ არ იქნება რთული განსაცნობი, რომ ის ქრება, იმიტომ რომ ის სახელი Invisible Girl არის. ხო, ანუ გაქრობა შეუძლია, პარტიკლებსაც არაჩვენებს, ანუ ხო რა. ეს Minecraft-ში ისედაც შეგეძლო, მაგრამ აქ უკეთესია, იმიტომ რომ არაჩვენებს პარტიკლებს. აი კიდევ შეუძლია რომ აი ესეთი ფარი გააკეთოს, როგორც ხედავთ და ვერაფერი ვერ დაგარტყამთ, არც ის არის არაფერი და ტელეკინეზის ძალა აქვს, მოკლედ აი მოიცა. აი ეს ობობა ავიყვანოთ ხა. და როგორც ხედავთ, დამაქვს. ასევე ეს ნივთებზეც მოქმედებს თუ არ ვცდები. აი, კვერცხი აიკრო, როგორც დაინახეთ და ასე შეგიძლიათ გადაადგილოთ. შემდეგი ჩვენი სუპერგმირი არის Wolverine, რომელსაც ორი კოსტუმი აქვს. ხო. ორი კოსტუმი აქვს, ერთი არის აი, მოიცა. ერთი არის ეს კოსტუმი და მეორე კოსტუმი არის აი ეს. მაგრამ მე ეს უფრო მომწონს, იმიტომ რომ უფრო ის არის. ფილმში ესეცვა მოკლედ რა. როცა ამ სირომს გავიკეთებთ, ეს არის ადამანტიუმის სირომია და გვაქვს მისი კლანჭები. რა შეუძლია ახლა Wolverine-ს? პირველ რიგში jump boost შეუძლია ესე გადახტომა კატასავით. ძალიან კარგია საპარკურო და როგორც ის და აქ რაც მოხდა, ნუ აქ Wanda-ს სუპერძალის შემდეგ როცა გამოვიყენე პირველ ვიდეოში სოფლის რაღაც ნაწილი დაინგრა და შემდეგ ჩემთვის როცა თამაშობდი მეორე ნაწილიც დავანგრია შემთხვევით. ხო, ასე რომ არ შემჩნიოთ ეს. და კიდევ ერთი ძალა აქვს, ნუ ახლა გაჩვენებთ, აი ესეთი კომბატი შეუძლია თავისი კლანჭებით. ხო.
კიდევ აი ეს აქვს, ეს არის ანიმაცია უკვე კლანჭების რო გამოდის, მაგრამ მოიცა, რატო გადავხტი? აი ეს არ ვიცოდი. შემდეგი არის კაპიტანი ამერიკა. ანუ კაპიტან ამერიკას დიდი არაფერი სუპერძავა არ აქვს, იმიტომ რომ ანუ არაფერი არ შეუძლიათ მას, უბრალოდ ტიპი ძლიერია არაადამიანურად. გავიკეთოთ ესეთი მისი ელექსირი, იმიტომ რომ უბრალოდ ექსპერიმენტი იყო კაპიტანი ამერიკა, როგორც ყველამ ვიცით, რაღაცა super soldier serum-ი, ხო. ასეთი კოსტიუმი აქვს მას და გაძლევს ეფექტებს სიძლიერის, სიჩქარის, ჯამბუსტის და ასე შემდეგ. ხო და ეს რა თქმა უნდა მისი ფარი, რომელსაც როცა ისური უკან გიბრუნდება. ეს სადაც არ უნდა ვისროლო, მაინც უკან ყოველთვის დამიბრუნდება. ნუ როგორც Trident-ს რომ მოაჭეტავებ, ასეთი რაღაცა. აი, გავივარ და მაინც მომყვება უკან. და ნუ როცა დარბი ხარ, მოიცა. ხო, და როცა დარბი ხარ, ესე იფარებს. ძალიან კარგი და დეტალიზირებული მოდია, ძალიან ბევრჯერ თქვი წინა ვიდეოში და ახლაც გავიმეორებ. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი გვაქვს უკვე ბოროტმოქმედი კარნაჯი, რომელიც მე ძალიან მიყვარს კარნაჯი პირადად. აი, გავიკეთებთ იმას და ახლა უნდა გადავიქცეთ კარნაჯად. ოღონ ერთი წამი რაღაც ხილაკებზე დაჭერა ჭირდება თუ არ ვცდები. და ესე გადავიქცეთ გადაქცევის ანიმაციებს ძალიან მაგარი აქვს ამოჭრე კარნაჯი. თვითონ აი დააკვირდით რა მაგრად არის გაკეთებული. ხო და ეს სუპერძალა აქვს, როცა ხდება, ანუ ხო რა, ჩვეულებრივად ახტომა შეუძლია მაღლა. აი ეს უკან წამონაზარდები რომ აქვს, ამით შეუძლია კიდევ შეტევა. აი ასე, მოიცა. ხო, აი ასე. და ასე გიჭერს და კლავს რა მოკლედ. აი კიდევ ერთხელ. კიდევ ეს ახლა გაჩვენებთ მის სპეშალს, ეს არის მისი სპეშალი, და ეს ფილმშიც არის ნაჩვენები. მოკლედ გადავიდეთ შემდეგზე, შემდეგი არის ვენომი. კაფსულა გაკეთებული, მოკლედ გადავიქცევ. ნუ გადაქცევის ანიმაცია და იგივე აქვს თითქმის. და ასე გამოიყურება ჩვენი ვენომი. მასაც როგორც კარნაჯს მასაც აქვს ახტომა და თითქმის ერთნაირი ძალები აქვს, ხოლო სპეშალშია განსხვავება. ამიტომ პირდაპირ სპეშალს გაჩვენებთ. და ესე შეჭამა ვენომა, ეს ფილმშიც არის ნაჩვენები, უბრალოდ ვიდეოში ვერ ჩავსვამ, იმიტომ რომ copyright დამატებს YouTube-ი. და ჩვენი საბოლოო გმირი არის დღეისთვის ჰალკი. უბრალოდ უნდა გადავიქცეთ, ახლა ეს რადიაცია უნდა მივიღოთ და გადავიქცევით ჰალკად. და აი ესეთი გარდაქმნის ანიმაცია აქვს ჰალკს. აი როგორც ხედავთ. და გადავიქცეთ ჰალკად, ნუ ჰალკი ყოველთვის საყვარელი პერსონაჟია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან მაგარი პერსონაჟია. სიძლიერის სიმბოლოა ჩემთვის. როგორც ვენომს და კარნაჯს მასაც შეუძლია მაღლა ახტომა და ყველაზე მაგარი არის ის, რომ აი როგორც ხედავთ, რო დავეტაკო, გავიტანე, არაფერი არ აჩერებს როჟას, ანუ უბრალოდ ჩვეულებრივად ვანგრევ ყველაფერს. კიდევ აქვს ანუ შემორტყმა, просто ზერ შემოვარტყა ვინმეს. ანუ ტიპი მიდის და სადნი არ აქვს ყურე, მიდის, არ გეიწევა, თვითონ გაწევს მე. ეწოდი? შო, განგი, ჩვეულებრივად მიდის, ძმას სადნი არ აქვს. და ეს ქვემოთ დაცემის ანიმაციაც ძალიან მაგრად გამოიყურება.
და ასევე აქვს Thunderclap-ი, მაგრამ რაღაცა ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ გაიბაგა და ეს სუპერძალა, რომელიც თქმა უნდა ყველა მიცის. სანამ ბონუს ჩესტზე გადავიდოდით, მანამდე მინდა კიდევ ერთი რამე გაგაჩვენოთ, ეს არის მილნირი, თორის, ჩაქუჩი და შეგიძლიათ ცალკე აიღო და აი აქვს ასეთი ძალა, რომ იცვლის საემრებლოს. მოკლედ გადავიდით ბონუს ჩესტზე და ბონუს ჩესტი არის თანოსის სპაუნეგი, როგორც ვთქვათ, ასე გამოიყურება და როცა დარტყა მაღლა ფრინდება. არაფერს არ აკეთებს. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. თქვენთან იყო აიბალი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.